გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ახალი რუბრიკა უნდა შემოგთავაზოთ, საპილოტო ვერსია იქნება რუბრიკას. სახელი დავარქვი ინფორმატიული კულინარია და ესე იგი დღევანდელი რუბრიკა რა შეეხება. ავირჩევთ ხოლმე რაღაც რამე კერძს, რომელსაც ესე იგი მრევლობას მოამზადებთ, ესე იგი თქვენთან ერთად და პლუს მომზადების პროცესში წარმოგიდგენთ სიუჟეტს ამერიკის შესახებ, რომელიმე თემას ავირჩევთ ამერიკაში და ასე ვთქვათ ერთად შევწყავთ ამ ორ მიმართულებას, საინტერესოც რომ იყოს ჩვენი რუბრიკა და პლუს ინფორმატიულიც. დღეს შევეცდები მე რომ მოგიმზადოთ ესე იგი საქონლის ფილე, შემოხეული ბეკონში, გამოვიყენებთ ესე იგი ყველს, გამოვიყენებთ ასპარაგუს, ბეიზილს და ამ ყველაფერს მოვამზადებთ ჩვენ ელექტროგრილზე, რომელიც ახლა ცხელდება. მანამ სანამ ესე იგი ჩვენ დავალაგებთ ხორცს და დავიწყებთ შეწვას, წარმოგიდგენთ სიუჟეტს და დღევანდელი სიუჟეტი შეეხება ამერიკის მწვანე ბარათის ლატარიას, მის დაარსების ისტორიას და შევეცდები რომ წარმოგიდგენა შეგექმნათ მათ, ვისაც ესე იგი არ მოგიწიათ აქამდე შეხება ამ თემასთან, ანუ უბრალოდ მოგიწიათ შეხება, მაგრამ დიდ ინფორმაციას არ ფლობთ. მას ასე წავიდა სიუჟეტი და სიუჟეტის შემდეგ უკვე შეგხვდებით და ერთად შევკაზმავთ, გავამზადებთ ესე იგი უკვე შემწვარ სტეიქს, დავაგემოვნებთ და შევაჯამებთ დღევანდელ რუბრიკას. თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, აუცილებლად მოიწონეთ, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს, გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა უფრო დავხვეწოთ და უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი სიუჟეტები და შევხვდებით სიუჟეტის ვიდეო. მწვანე ბარათის ლატარია არის ყველაზე უნიკალური ლატარია მთელ მსოფლიოში. ამ პროგრამის მეშვეობით ამერიკის მთავრობა ყოველ წელს 55,000 მწვანე ბარათს გასცემს და ოცნებას უსრულებს ადამიანებს, ვისაც ცხოვრება და მუშაობა უნდა ამ ქვეყანაში. პირველი მწვანე ბარათის გათამაშება ჩატარდა 1994 წელს. საწყისი სირთულების გამო მხოლოდ 1996 წელს იქნა შესაძლებელი მიეღოთ მოგებულებს თავიანთი კუთვნილი მწვანე ბარათი. 1990 წლიდან მოყოლებული ამერიკის მთავრობა გასცემს 55,000 მწვანე ბარათს ლატარიის მეშვეობით ყოველ წელიწადს. მოგებულების შერჩევა ხდება შემთხვევითობის პრინციპით. ერთი შეხედვით უცნაურად ჩანს, მაგალითად 2018 წელს რომ ჩატარდა 2019 წლისთვის განკუთვნილი ლატარია. 2019 წლის ლატარია ემთხვევა ამერიკული საგადასახადო წლის საწყისს, რომელიც 2018 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო და 2019 წლის სექტემბერში რჩება. მწვანე ბარათის ლატარიის გამარჯვებულებიც ამ პერიოდში იღებენ თავიანთი კუთვნილ ბინადრობის უფლებას. მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშების პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებლობა და შანსი მიეცეს მსოფლიოს ფართო მასებს მოიგონ ამერიკის საიმიგრაციო ვიზა. იმათ, ვინც მოიგებს ლატარიას, შანსი ეძლევა მიიღოს მწვანე ბარათი. მწვანე ბარათის გათამაშების საფუძვლები ჩაეყარა 1990 წლის საიმიგრაციო აქტის მიღების დროს. იმ მიზნით, რომ ქვეყნებს, რომელსაც ჰქონდათ დაბალი საიმიგრაციო მაჩვენებელი, მიეცემოდა ჩანსი ამერიკის შეერთებულ შტატებში განმოვარგების. როგორც ქვეყანა, ამერიკა შედგება სხვადასხვა ქვეყნების ხალხისგან და სურვილი არის ეს მრავალფეროვნება შენარჩუნდეს. ამიტომაცაა ამერიკა ცნობილი თავიანთი სიდიადითა და მრავალფეროვნებით, რადგან ემიგრანტებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან თვალში საცემი როლი ითამაშა ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და ტრადიციების ჩამოყალიბებაში. ამ უნიკალური ლატარიის წყალობით თითოეულ ადამიანს ეძლევა შანსი მიუახლოვდეს ამერიკაში ემიგრირებას. მწვანე ბარათის ლატარიის ანკეტის შევსება მხოლოდ წელიწადში ერთხელაა შესაძლებელი და 2003 წლიდან მოყოლებული ეს მხოლოდ ონლაინ ინტერნეტის მეშვეობითაა შესაძლებელი. მწვანე ბარათის ლატარია, როგორც თვითონ სახელი იუწყება, არის ლატარია და მონაწილეობის მიღების შემთხვევაში გაქვთ მოგების შანსი. შეიძლება მოგებას რამდენიმე წელიწადიც კი დასჭირდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ თქვენი შანსი მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებაში, რომელიც ყოველ წელს განკუთვნილ პერიოდში ჩატარდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქვეყნები, სადაც ფიქსირდება მაღალი საიმიგრაციო რიცხვი, ამოღებული იქნება ლატარიის გათამაშებიდან. ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ არ გამოტოვოთ არც ერთი წელი გათამაშებისა და გამოიყენოთ თქვენი შანსი. ხალხი დაბადებული მაღალი საიმიგრაციო მაჩვენებელ ქვეყნებში, როგორიცაა მექსიკა, ჩინეთი და ფილიპინები, ამოღებულია გათამაშების სიიდან. თუმცა ასევე შესაძლებელი არის,
უკვე ამოღებული ქვეყნები დააბრუნო ლატარიის გათამაშებაში. მაგალითისთვის, პოლონეთი ამოღებული იქნა გათამაშების სიიდან 2011 წელს და ეკვადორი კი 2016 წელს. ახლა კი ორივე ქვეყანას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში. ქვეყნების სია ყოველთვის იცვლება და ყურადღების მიდევნება სასარგებლო და მნიშვნელოვანია. ამერიკის მწვანე ბარათის ლატარია ბინადრობის მიღების უფლებით მთელს მსოფლიოში ერთადერთი პრეცედენტია. ეს იდეა თავდაპირველად ყოფილი ამერიკის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მიერ იქნა გახმოვანებული 1987 წელს. მაგ დროისთვის იგი შეშფოთებული იყო ეთნიკური მრავალფეროვნების დაკარგვის საშიშროებით. მით უმეტეს, რომ მაგ პერიოდში ახალი კანონი მიიღო და ამნისტია მიანიჭა 2 მილიონ შტატების ტერიტორიაზე მაცხოვრებელ არალეგალ მექსიკელს, რომელთაც დაურიგდათ ბინადრობის უფლება. დღეს ისევე როგორც ადრე მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშების უკან დგას ორი ძირითადი იდეა. ერთის მხრივ ამერიკას უნდა დაიცვას თავიანთი კულტურული მრავალფეროვნება, რომელიც დიდი საიმიგრაციო ისტორიის მეშვეობით არის ჩამოყალიბებული, ხოლო მეორეს მხრივ მწვანე ბარათის ლატარიამ უნდა გააღვივოს იდეა იმისა, რომ ამერიკა არის შესაძლებლობების ქვეყანა. ეს ლატარია აძლევს იმ ადამიანებს შანსს, რომელსაც სხვა საშუალება არ გააჩნიათ, რომ მიიღონ საიმიგრაციო ვიზა და ამ ვიზის მეშვეობით მოიპოვონ მწვანე ბარათი, რომელიც ითვალისწინებს ამერიკაში ცხოვრების და მუშაობის უფლებას. მოთხოვნები ამ პროგრამაში მონაწილეობისას ისეთი მარტივია, რომ თითქმის ყველა შეუძლია ამის გაკეთება. მას ასე მეგობრებო, ყველას გისურვებთ წარმატებას, ვისაც გააქვთ სურვილი ამ ლატარიაში მონაწილეობისა და მალე მოხვედრილი ყავით თქვენ საოცრებო ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაგიბრუნდით მეგობრებო, იმედია მოგეწონა დღევანდელი სიუჟეტი. ახლა კი დაპირებული ღორის სტეიკი, რომელიც არასტანდარტულად არის მომზადებული, ესე იგი ჩვენს ელექტროგრილზე უკვე შეიწვა ხორცი, მოვთუშეთ საკაცური, იგივე ასპარაგუსი და ასევე გამოვიყენებთ გარნირისთვის მოთუშულ სოკოსაც. ესე იგი გადმოვიღოთ ხორცი პირველ რიგში. აი ესე გამოვიყურებო უკვე შემწვარი ხორცი. ხორცს მივატანთ აუცილებლად საკაცურს, იგივე ასპარაგუსი ძალიან უხდება, ესე იგი ხორცს მინდა გითხრათ. ძალიან გადამწვარიც არ შეიძლება, იმიტომ რომ მე ხმება და უმიც არ ვარგა, იმიტომ რომ მაგარია. ესეთი საშუალო სირბილის უნდა იყოს და საკმაოდ კარგ არომატს აძლევს. ესე იგი, ყველაზე საინტერესო ეტაპი იწყება ახლა. ავდგებით და გადმოვიღებთ უკვე გამზადებულ სოკოს. სოკოს მოვაყრით, ესე იგი, ზევიდან უკვე შემწვარ ხორცს. აი ესე. ესე იგი, აღარ გავთიშოთ და ყველაზე გემრიელ არომატს და გემოს, რაც მისცემს, ეს იქნება ვერმონტის დნარი ყველი, რომელსაც ზევიდან მოვასხავთ და არანაირ სოუს აღარ მივატართ, არც საწებელს, არც არაფერს, არც კეჩუპს, არც ტრემას, არანაირ საწებელს აღარ მივატანთ. ესე იგი, ამას ჩვენ მოვადნოთ ზევიდან, ერთმანეთში შეერევა სოკო და ყველი და ამ ყველაფერს უკვე ზევიდან, ესე იგი, თხლად მოვაყრით ბეიზილს, ქართულად თუ არ ვცდები, ეს არის რეჰანი, რომელიც სასწაულ არომატს და გემოს აძლევს. იმისათვის, რომ ჩვენ ეს ყველი დავადნოთ თანაბრად და მოვასხათ უკვე გამზადებულ ხორცს, ამისთვის გამოვიყენებთ, ესე იგი, პროპანის პატარა აოს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ცეცხლი წაუყიდოთ და დავადნოთ. ამისათვის მოდით მოვუშვათ. აი ესე ცეცხლს მივიღებთ. ავდგეთ ახლა და დავადნოთ ყველი.
მოვაყაროთ ბეიზილი. იგივე რეჰანი. აი ესე. აი ესე და პრინციპში ჩვენი კერძი მზად არის. შევეცდები ახლა ახლიდან განახოთ. ესე იგი, ბოლო აკორდი არის უკვე გასინჯვა, რა თქმა უნდა. ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება, გემრიელად გამოიყურება, პირდაპირ ნერწყვევი მომადგა. ეს საჭმელი არის ძალიან მდიდარი ცილებით, პროტეინით და ცხოველური ცხიმებით, რაც თქვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, განსაკუთრებით თუ თქვენ ჯანმრთელ ცხოვრების რიტმს მისდევთ და გჭირდებათ ცხოველური ჯანსაღი ცხიმები და პროტეინის კარგი წყარო, ასევე ბოსტნეული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, თუმცა შედარებით ცხიმის ჭარბი რაოდენობის გამო, რა თქმა უნდა, ხშირად მაინც ეს არ უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, მოდით ახლა გავჭრათ და ვნახოთ რა გამოვიდა. აი ესეთი ნაზი ხორცი არის, ესე იგი, გავსინჯოთ. ესე იგი, ნაზი საქონლის ხორცი შებოლილი ბეკონის გემოთი არომატით, მზევიდან მტნარი ყველი აძლევს, ესე იგი, ესეთ სისველის განცდას, ესე იგი, ასე თქვა, წყლიანის განცდას, ხოლო სოკო და ზევიდან მოყრილი რეჰანი თავისი არომატით, ესე იგი, საერთოდ სხვა სამყაროში გადაყავს ეს კერძი და მთლიანობაში ასპარაგუსთან ერთად უგემრიელესი საჭმელია. იმედია, რომ დღევანდელი ჩემი ახალი რუბრიკა მოგეწონათ. თუ თქვენ გამოიწერთ არხს და მოიწონებთ ამ ვიდეოს, ბევრი მოწონება თუ ექნება, გავაგრძელებ ისევ ამ რუბრიკის გადაღებებს და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ყველას წარმატებას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.